კადრები სოფელ კურსებიდან, რომელიც ვითარების სიმძიმეზე მეტყველებს. სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები არ წყდება. ადგილობრივები ფორმულას უყვებიან, რომ უკვე განადგურდა 5 საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც, მათ შორის სოფლის დამაკავშირებელი ხიდები, რაც გადაადგილებას უკიდურესად ართულებს. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ზიანი გაცილებით მასშტაბური იქნება. ლიზი ბეკუა ესაუბრა ადგილობრივებს, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. Diaxuqa, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ კურსებში მცხოვრები მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ახლა ამ ეტაპისთვის ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან გადაყვანილები არიან სასტუმროებში, თუმცა მოქალაქეები ამავდროულად გვაწვდიან ვიდეო კადრებს, სადაც კარგად ჩანს თუ რა რთული მდგომარეობაა ისევ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, როგორც ამ კადრებში ჩანს, გზის სავალ ნაწილს გაუჩნდა ნაპრალები, ბზარები, ასევე მოქალაქეების ინფორმაციით და მოქალაქეების თქმით, ამ 5 სახლის გარდა, რომლის შესახებაც ოფიციალური ცნობები გავრცელდა, კიდევ უფრო მეტი სახლი დაზიანდა ამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ასევე მოქალაქეების ქონებებიც დაზიანდა, საავტომობილო მანქანები მოიყოლა მეწყერმა და მიწამ და არაერთმა მოქალაქემ დაკარგა სწორედ საავტომობილო მანქანაც, ასევე მათი სახლებიც ახლა არის დანგრევის საშიშროების ქვეშ და როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, ახლა მათი მთავარი კითხვები სწორედ ამ ნივთებს მათ ქონებისკენ მიემართებათ, მათ აინტერესებთ მოახდენენ თუ არა და აუნაზღაურებენ თუ არა მათ იმ ზარალს, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში მიადგა და ბოლო 2 დღის განმავლობაში მიადგა ტყიბულის, კერძოდ კი სოფელ კურსებში მცხოვრები მოქალაქეების ქონებას. მათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონიათ, როგორც გვეუბნებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, გეოლოგები მუშაობენ ახლა ადგილზე და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მათთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. შეძლებენ თუ არა საერთოდ ეს მოქალაქეები დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ სახლებში და აუნაზღაურდებათ თუ არა მათი ზარალი, რომელიც ბოლო 48 საათის განმავლობაში მიადგაც. დასაწყისშივე სახლები მოიყოლა მეწყერმა და ჩამოიტანა ფაქტობრივად, თუმცა რაღაც ნაწილი სახლებისა დაიბზარა უბრალოდ და გუშინ მთელი დღე იქ ვიყავი, შორიდან მოკვირდებოდი და ინგრეოდა ეს სახლები და საშინელი ხმა იყო და მეორე დანარჩენილი ჩემნაირი კატეგორიის ადამიანები, რომელთა სახლიც ჯერჯერობით დგას, თუმცა ან ნაპრალებია ეზოში, ან მიწა არის უკან მოყრილი და ეს მიწა სად წავა და როგორ წავა, არავინ არ იცის. ერთი რაც მინდა ვიცოდე არის, რომ რაც შეიძლება მალე იქნებ ვინმე მგვითხრას, რა გველოდება. არ ვიცი, თუნდაც ჩემი სახლის ნანგრევები იქნება თუ დამხვდება თუ რაც იქნება, მაგის ნახვას როდის მოვახერხებ, ხო? ანუ ესეთი პასუხები თუ არსებობს, იქნებ გავიგოთ. მისაღო საფრთხის წინაშე არის დარჩენილი რაც დარჩა წაუღებელი და სლავი რაც ადგილზეც არ იყო და ვიცით საშიშროებად ითვლება და არ ვიცით რა იქნება. განადგურდა წაიღო ნუგევის სახლით დაინგრა ზოგი ისი არის რომ ძირი გამოიცალა და ლამის არის ისიც რაც დარჩა ისინიც დაინგრეს. ძალიან რთული სიტუაცია არის. სახლები განადგურებულია და ზოგი მანქანებიანად არის წაღებული ყველაფერი და ამასთან დაკავშირებით იციან ეს მდგომარეობა რანაირადაც არის და ესე იყვნენ მოსულები და გაგვესაუბრენ და ვიცით სიტუაცია და მდგომარეობა როგორიც არის. მეწყერი კიდე მოდის ოდელენა მეტი არაფერი არ ვიცი შემოგარგო ერთხელ. ჯერჯერობით გეოლოგები მუშაობენ სანამ არ დადგინდება რამდენი სახლია, რა მდგომარეობა და ის წინასწარ ეხლა ვერავინ ვერ ივარაუდებს მაგას და მე რაღაც იქნება ალბათ არ ვიცი დაგვეხმარებინა რაღაცით. ჯერ კიდევ 2024 წელს გაეროს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენებში ვკითხულობდით იმის შესახებ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებობდა მეწყრული პროცესების საშიშროება და ახლა სწორედ ამასთან დაკავშირებით გქონდა ჩვენ შეკითხვები, გააფრთხილეს თუ არა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობა, მოქალაქეებს მიაწოდეს თუ არა ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა მთელი დღის განმავლობაში გაეროს ეროვნული სააგენტო ფორმულას ზარებს არ პასუხობს.